აჭარა ჯერ კიდევ ქართლის პირველი მეფის ფარნავაზის დროს შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში და ისტორიულ მესხეთს მიეკუთვნებოდა. სწორედ ამ მხარეში გავრცელდა პირველად ქრისტიანობა, როცა ქრისტეს ერთ-ერთმა მოციქულმა, ანდრია პირველწოდებულმა, აჭარის სოფლებში ახალი რელიგია, ქრისტეს რჯული იქადაგა. ამ დროიდანვე გაჩნდნენ ქვეყანაში პირველი ქრისტიანებიც. რეგიონის კიდევ ერთ უდიდესი წმინდეს წარმოადგენს გონიოს ციხის მახლობლად მდებარე ქრისტეს კიდევ ერთი მოციქულის მატათას საფლავი, რომელიც ანდრია პირველწოდებულის მსგავსად ქრისტიანობის გასავრცელებლად იყო ჩამოსული ჩვენს ქვეყანაში. მე-17 საუკუნიდან მე-19 საუკუნის 70-იანი წლების ბოლომდე აჭარა ოსმალეთის იმპერიის მიერ იყო დაპყრობილი. მხოლოდ 1878 წელს ეს კუთხე კვლავ საქართველოს დაუბრუნდა. ოსმალთა თითქმის 300 წლიანმა მმართველობამ აჭარის გამაჰმადიანება გამოიწვია. როგორც ცნობილია, იქ მცხოვრებ ქრისტიანთა გამუსლიმება ძალისმიერი მეთოდებით ხდებოდა. ათასობით ადამიანმა გასწირა საკუთარი სიცოცხლე ქრისტეს რჯულის დასაცავად. ჩვენ და სასიხარულოდ დედა სამშობლოსთან დაბრუნების შემდეგ აჭარაში მცხოვრები ქართველების საკმაო ნაწილი კვლავ წინაპრების სარწმუნოებას დაუბრუნდა. ერთ-ერთი უხუცესი აჭარელი იხსენებს. აჭარაში ერთი თურქი ფალავანი ღორჯომის ხეობაში ასულა და განუცხადებია, თუ ვინმე მეჭიდავება და წამაქცევს რაღა მეთქმის, მაგრამ თუ გავიმარჯვე, რამდენსაც ვიტყვი, იმდენი ფული გადამიხადეთო. სოფელმა დახმარება გოლიათური აღნაგობის თავიანთ თანასოფელს თხოვა. როგორც ქართველი ფალავანი ყვება, მან ჭიდაობის ხერხი არ იცოდა, მაგრამ ძალა კი ნამდვილად ჰქონდა. ჭიდაობის დროს წელში შევარდნია და გაუკოჭავს მოწინააღმდეგე. გამოცდილი თურქი მიმხვდარა, რაც მოელოდა და ყურში უჩურჩულია, არ წამაქციო და ბეწს გწევო. ქართველი მოჭიდავე იგონებს, არ ვიცი რა ბეწს მპირდებოდა, მაგრამ ისე ვიყავი გავეშებული, არაფრის გაგონება არ მინდოდა. ასე მეგონა ერთი თურქი კი არა, მთელი თურქობა მეჭირა ხელში და რაც იმათ დაგმართეს, ყველა ჯავრი ერთიანად უნდა ამომეყარაო. და მოწყვეტით დაუხეთქებია თურქი ფალავანი ბიძაზე. ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა და ეთნოგრაფმა დიმიტრი ბაქრაძემ, რომელიც ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლი იყო, აჭარაში 1874 წელს იმოგზაურა, მაშინ, როდესაც ეს კუთხე ჯერ კიდევ თურქებს ჰქონდათ მიტაცებული. იგი სხალთის მე-13 საუკუნით დათარიღებული ეკლესიის დათვალიერების შემდეგ ასეთ ისტორიას ყვება. ერთხანს ხის ჩრდილში შევისვენეთ და მოლაალის თანხლებით გავწია ეკლესიის დასათვალიერებლად, რომელიც შემაღლებულ ბაქანზე დგას. ეკლესიის გარედან დათვალიერებას რომ მოვჭი, შიგნით შევედი და როცა მოლაალი დამჭირდა, რომელიც გალავნის გარეთ იდგა, დაუძახე. ის კი იმის ნაცვლად, რომ შიგნით შემოსულიყო, კისრის ტეხვით გაიქცა. როცა მოლაალის ვკითხე ეკლესიაში რატომ არ შემოხვედი, მეთქი მიპასუხა, მე კი არა, აჭარაში ვერც ერთი მოლა ვერ გაბედავს სხალთის ეკლესიაში შესვლასო. რის შემდეგაც მოლამ მოუყვა ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ გადაკეთდა სხალთის ეკლესია დაახლოებით 10 წლის წინ მეჩეთად, რის შემდეგაც ჭერიდან ჩამოვარდნილმა ქვამ ჯერ ერთი მოლა მოკლა, მერე მეორე, ბოლოს კი მესამე. ამიტომ ყველა მოლამ მიატოვა ეს ეკლესია. ასე გადაარჩინა უფალმა სხალთის ტაძარი
რომელიც იქცა სიმბოლოდ იმისა, რომ საქართველოს ამ კუთხეში ქრისტიანობა ახალი ძალით აღორძინდებოდა. რისი მომსწრენიც ჩვენ ყველანი ვართ.